პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება, რეპრესიული კანონმდებლობა, დემოკრატიული უკუსვლა, ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა. ამის შესახებ აწვდიან სავარაუდოდ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს თბილისში. ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული ოპოზიციური ალიანსის ლიდერებს, ლელოსა და გახარიას პარტიის წევრებს ხვდება. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მანამდე ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ოცნების ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამერიკელ სტუმართან ანაკლის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ნატალი ჯახუტაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის დასრულდა თუ არა შეხვედრა ოპოზიციასთან და რა განცხადებები გაკეთდა. დიახ, შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაგეგმილზე მეთხანს გაგრძელდა დახურული აუდიენცია ამერიკის საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანსა და ოპოზიციას შორის. პროტოკოლით ამ შეხვედრისთვის 50 წუთი იყო გამოყოფილი, თუმცა მხარეები ერთმანეთს ხვდებოდნენ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება საქართველოსა და ვაშინგტონს შორის იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასეთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს და ასეთ რეპრესიებს ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე. ოპოზიციონერი ლიდერები არ ამბობენ კონკრეტულად რა მისიით ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორი და რა გზავნილები ჰქონდა მას დახურულ კარს მიღმა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი შეეხო მათ შორის შუა დერეფნის როლსაც და ეს კარგად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აინტერესებს ეს საკითხი იქიდან გამომდინარეც, რომ მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი უკვე ჩასული იყო ფოთის პორტში, ასევე გაეცნო ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობას. ამასთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე. ოპოზიციამ მოსთხოვა ჩვენს პარტნიორებს, რომ გაძლიერდეს წნეხი ქართულ ოცნებაზე, რათა რეჟიმა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული სვლა და ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს ოპოზიციის განცხადებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა ეს განცხადებები. რა თქმა უნდა, მათთვის ცნობილი იყო ისედაც, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუფიქსირეთ, რომ ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. ჩემი სიტყვები ხო არ არის, მას აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი არ ესაქმებათ, ამიტომ არავით არის ანაკლის პორტი, არავით არის მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, ვიდრე ივანიშვილია ამ ქვეყანაში. ჩვენი განმარტება იყო მკაფიო, ვიდრე ივანიშვილი აქ არის, ეს არ მოხდება, ამიტომ უნდა იყოს ცვლილება. ამ ცვლილებას ჩვენ როგორც ალიანსი მაქსიმალურად მოვიყვანთ რეალობამდე, ამაზე ვიმუშავებთ ბოლომდე, აქციებით, ალტერნატივის დანახვებით. დირექტორი ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ბუნებრივია. ღიად მიანიშნებს ამაზე, ამავდროულად ის, რომ როგორც ვიცი, საჯაროდ არის ინფორმაცია ცნობილი, რომ ის ხდება ეკონომიკის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამათაც თავისთავად საზოგადოებას, ასე ვთქვათ, უნდა შეუქმნა სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვს მას ამ ვიზიტის დროს, რომ რეალურად ეს არანაირ გადატვირთვას და იმ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება, თუმცა ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული რეგიონში. რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც არ უნდა მოგწონდეს ერთმანეთის მოსაზრებები, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყდიოთ და ეს ძალიან პრინციპული და მორალური საკითხია.
ჩვენთვის ყველასათვის და ამის იქით ვისაუბრე იმაზე თუ როგორ შეიძლება საქართველოს განვითარდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დემოკრატიულ ჩარჩოებში და როგორ უნდა გახდეს ეს ქვეყანა არა იზოლირებული და ჩამორჩენილი რაღაცა გუბერნია, არამედ განვითარებული, ძლიერი და მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო. მოვიხილეთ რეგიონში არსებული ძალიან მძიმე და სერიოზული გეოპოლიტიკური ვითარება და ბუნებრივია შუა კორიდორზე გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები არის რა თქმა უნდა ძალიან დაინტერესებული სრულიად ღიად შუა კორიდორით, დაინტერესებული იმით რომ რა თქმა უნდა ანაკლიის კვარცხლოვანი პორტის პროექტი იყოს წარმატებული და ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ის როგორც პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მიმოხილული იქნა ის დინამიკა, რაც არსებობს ზოგადად რეგიონში და ის თუ ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს დემოკრატიული ძალების რწმენით, რამდენ თავსებადია ეს რეჟიმი, ქოცური რეჟიმი იმ გეოპოლიტიკურ ამოცანებთან და მიზნებთან, რაც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს. პიტერ ანდრეული ერთობლივად შეხვდა ოპოზიციას, ამ დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციური ალიანსის ლიდერები, მათგან იყო წარმოდგენილი თინა ბოკუჩავა, ნიკა გვარამია და ლევან ცუცქირიძე, ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის და ლელოს წევრებიც. უკვე ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც, დღეს ასევე იგეგმება აუდიენცია ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთანაც და საინტერესოა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ რა განცხადება გავრცელდება მაკა ბოჭორიშვილის უწყების მხრიდან. უკვე რამდენიმე დღეა რაც საქართველოში იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და ჩვენი ინფორმაციით ის თბილისს ხვალდატოვებს.